იტალიური კინოს ვარსკვლავი თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში საქართველოს ჯან-კარლო ჯანინი ეწვია. მსახიობი კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურა მოდიშარია შეხვდა. ჯანინის კარიერა უდიდეს სპექტრს მოიცავს ევროპული არტჰაუსით დაწყებული ჰოლივუდური ბლოკბასტერებით დამთავრებული. მან თითქმის ყველა მთავარი როლი ითამაშა გამოჩენილი რეჟისორის ლინა ვერტმიულერის ფილმებში. მისი კარიერა ისეთ ლეგენდარულ რეჟისორებთან თანამშრომლობას მოიცავს, როგორებიც არიან ლუკინო ვისკონტი, რაინერ ვერნერ ფაბსბინდერი და სტელა კრამერი. მან ითამაშა ასევე ბონდიანა სერიის ორ ფილმში. Allora diceva appunto che questi მოხარული ვარ რომ თბილისში ვიმყოფები. ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა მინისტრთან. მოხიბლული ვარ იმ ფაქტით რომ თქვენი კულტურის მინისტრი მწერალია. ბევრ საინტერესო პროექტზე ვისაუბრეთ და იმედი მაქვს კიდევ ჩამოვალ საქართველოში და ბევრ საინტერესო პროექტს ჩავუყრით საფუძველს. მომავალი წლიდან უფრო აქტიურად დავიწყებთ საქართველოსთან მუშაობას. ci sono dei miei film. ეს უკვე გქონდა საქმიანი შეხვედრა კულტურის სამინისტროში. მე მინდა გითხრათ რომ ბატონი ჯან-კარლო ჯანინი არის ჩამოსული თავის ძალიან ცნობილ, ასე ვთქვათ, პარტნიორთან და მეგობართან, ეს გახლავთ ადრიანო პინტალდი, რომელიც არის რომა ფილმ ფესტივალის დირექტორი და დღეს იყო ძალიან საქმიანი, სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, იმიტომ დაიგეგმა სამომავლო გეგმები. ანუ ეს არის პირველი ნაბიჯი ჯან-კარლო ჯანინის ჩამოსვლა. მქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე ათეული წლის წინათ იტალიასაც პრობლემები ჰქონდა, სახელმწიფო იტალიას, მაგრამ მისი კულტურა, მისი კინოხელოვნება ხარში ამოუდგა ხალხს იტალიას და აი ესე იგი დაძლიეს ეს პრობლემები და ბატონ ჯან-კარლო ამბობს, რომ ჩვენ ძალიან გავართ ერთმანეთს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენი დიადი კულტურისა და ხელოვნების შემცველობით ჩვენ ყველა პრობლემას დავძლებთ.